მოგესალმებით საყვარელო გამომწერებო, მაყურებლებო, არხისტუმრებო. ეხლა გავაკეთებთ გაშლას, რას გიშლით ხელს თქვენი მიზნის მიღწევაში. თქვენი ჩანაფიქრების ასრულებაში. ზოგს გაქვთ რაღაც პერიოდი, რომ თითქოს არაფერი არ გამოდის, ან ზოგადად კარიერაში არ გიმართლებთ, ან ზოგს პირად ურთიერთობაში არ გიმართლებთ. ამას რაღაც მიზეზი აქვს აუცილებლად, ხო? ვარიანტი გვექნება ორი. ჩაიფიქრეთ, იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ თავზე, თუ ფიქრობთ პირად ურთიერთობებზე, კონკრეტულ ადამიანთან რატო არ გამოგდის, მაშინ იფიქრეთ იმ ადამიანზე. თუ არა და იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ თავზე და დავიწყოთ პირველი ვარიანტი, რა ენერგიებში ხართ თქვენ. თქვენ ხა კაცურ ენერგიებში ხართ, შეიძლება კაცი ხართ და ბუნებრივად კაცურ ენერგიებში ხართ, თვითდაჯერებული ხართ სხვათა შორის. თქვენ აქ მაგი ხართ, თქვენ აქ იმპერატორი და მაგი აქ თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ. და პლუს ამას კვერთხების მეფე. ანუ აქ მიჩვენებენ ადამიანს, რომელსაც ყველაფერი შეუძლია, შესაძლოა. ეს ერთ-ერთი ვერსიით. ვიღაცასთან გათამაშდება ასე, რომ თქვენ ხართ ზოგადად ძალიან მოხერხებული, ძალიან ჭკვიანი, ძალიან თავდაჯერებული. რასაც არ უნდა მოკიდოთ ხელი, ყველაფერი გამოგდით. და იმდენად ხარ თქვენ თავში დარწმუნებული, რომ რაღაცების გაკეთება ახლავე გეზარებათ. არის გამონათქვამი გადადებული საქმე ეშმაკებისაო. მე როცა გადადებთ, როცა დროულად არ მიხედავთ, რაღაცა ფუჭდება. თუ ფუნდამენტს სწორად არ ჩავდებთ, ზედ ვერავას შეშენებთ. არის აქ ერთადერთი ვარიანტი იმისი, რომ თქვენ უბრალოდ გადადებული ცხოვრების სინდრომი გაქვთ და გგონიათ, რომ არაფერი არ გამოგდით. და ამ დროს არ გამოგდით, თქვენ ამ სხვებს არ აკეთებთ. მაგრამ შეგიძლიათ, აქ მე ვერ ვხედავ ადამიანს, რომელსაც არ უმართლებს, ვერ აკეთებს, არ გამოსდის, არ შეუძლია. აქ სასწაულად ძლიერი ენერგეტიკის, ინტელექტის, მოხერხებულობის პატრონი ხართ თქვენ. იმედგაცრუებები, შინაგანი კონფლიქტები გიშლით აქ, შეიძლება აქ ძალიან გეშნოდეთ დამარცხების და გირჩევნიათ არაფერი არ გააკეთოთ. თავარი არ შეგეშალოთ და არ დამარცხდეთ. მაგრამ რთულად მიღწეული გზა ყოველთვის უფრო საინტერესოა, უფრო ღირებულია და უფრო დიდხანს ვინ არჩუნებთ, ის რაც ადვილად არ მოდის ჩვენთან, სწორედ ამ რაღაცა პატარ-პატარა დამარცხებებით ვსწავლობთ ცხოვრებას, ვსწავლობთ მიზნების მიღწევის გზებს და საშუალებებს. ასე რომ აქ მოიცილეთ შინაგანი კონფლიქტები, ანუ თითქოს თქვენ თავს ვერ მოელაპარაკეთ, შეიძლება რა გააკეთოთ, როგორ გააკეთოთ. კიდევ რა ხდება, აქ მიდიხართ სარისგან, თქვენ ბედი გწყალობთ, მაგრამ ამისგან მიდიხართ. თითქოს აი როგორ შთაბეჭდილება რჩება, იცი ხა, არ ვიცი რანაირი მაგალითი მოვიყვანო, რომ გასაგები იყოს. აი დაუშვათ ადამიანი დაიბადა ძალიან წარმატებულ ოჯახში, მდიდარ ოჯახში და ამ დროს შეუძლია ყველაფერი ქონდეს, ყველანაირი განათლება მიიღოს, ყველანაირ სამსახურში იმუშაოს, ის კორპორაციის უფროსიც იყოს თვითონ, მაგრამ აი იცი მე არაფერი არ მინდა, მე ჩემით ვიზავ და თქვენით როგორ ქნათ, განა არ შეგიძლიათ, მაგრამ გეზარებათ, იმიტომ რომ იქ რაღაც დაზღვევა გაქვთ, რამე რო იყოს და მე არ გამომივიდეს, მე ზურგი მაქვს. აი რაღაც დაახლოებით განავიძახი ეგრეა, ანუ ესეთ ენერგიებში ხართ თითქოს. ან ქალი დაიბადა ძალიან ლამაზი, მაგრამ ანუ არ ყავს ოჯახი, არ ყავს შვილი, კი შვილი უნდა, მაგრამ იცით მე ისეთი ლამაზი ვარ, რომ მე ყოველთვის ვნახავ ადამიანს იმას, ვინც მე მინდა და მოდი ახლა მე მოვიცდი კიდევ რაღაც პრინცს დაველოდები, უნაკლოს, ისეც, რომელიც მე შემეფერება. ან შეიძლება იმდენად განათლებული იყოთ, იმდენად ბევრი შრომა და რესურსი გაქვთ ჩადებული თქვენს შრომაში, თქვენს განათლებაში, რომ თქვენი შესაფერისი სამსახური და თანამდებობა ვერ ნახეთ, ყველაფერი გეპატარავებათ და აქ რჩება ტაროსგან, რომ დაიწყეთ პატარიდან, რაც არ უნდა იყოს, არ ვიცი.
აი ესეთი უცნაური გაშლა გამოგვივიდა პირველი. თქვენ თვითონ ბლოკად აქვს თქვენ თავს არა და ყველაფერი შეგიძლიათ. დიდი მადლობა ყველას ვინც უყურეთ პირველ ვარიანტს და გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. აქ გაორებული ხართ. აქ არჩევანში ხართ, აქ სინამდვილეში არიცით რა გინდათ და ვერ ჩამოყალიბდით. ერთ წრეზე დადიხართ. გაქვთ ოცნებები, მაგრამ ეს ოცნებები არის შორს თქვენგან. ეხლა არ გაქვთ რესურსი. არც ფიზიკური შეიძლება, არც ფინანსური, არც მორალური, არც ფსიქოლოგიური, რომ ამ მიზნამდე მიხვიდეთ. რაღაცა სტაბილურობის ზონიდან გამოსვლა ცოტა გიჭირთ. აქ მიჩვენებენ აგრეთვე პირად ურთიერთობას, რომელზეც ხართ ჩაბღაუჭებული, რომელიც ან უკვე დამთავრდა, ან დამთავრების პირას არის. ესეც არის აქ ერთ-ერთი დაბრკოლება. მაგრამ აქ თქვენ უნდა გადახვიდეთ თითქოს რაც აქ უნდა გააკეთოთ გენერალური უბორკა თქვენს თავში. სახს ხო ვაგდებთ უსარგებლო ნივთებს ხო? და რატო არ ვაკეთებთ იგივეს ჩვენს სივრცეში, ოღონდ არა ფიზიკურ სივრცეში, ხო? რატო არ ვიშორებთ უსარგებლო ადამიანებს? რატო ვებღაუჭებით უსიამოვნო ურთიერთობებს? რატო ვრჩებით იმ სამსახურს, სადაც სიარული არ ვსიამოვნებს, არავის არ სიამოვნებს სამსახური ზოგადად ეხა იშვიათია, მაგრამ მეტნაკლებად არ ხართ დაკმაყოფილებულები იქ და რატო ხართ? აი, აქ თითქოს ვერ ჩამოყალიბდით, აი აქედან რო წამოვიდე, უკეთესი რა მელოდება. თუ თქვენ სახლიდან არ გადააგდეთ ძველი დივანი, ახალს ვერ იყიდით, სულ რომ ფულიც გქონდეთ, საშუალებაც და გემოვნებაც, იმიტომ რომ ადგილი არ არის სახლში. ერთი დივანი, ანუ დივანს აქვს თავის ადგილი, ხო? იქ დგას ძველი დივანი, რომელიც აღარ ვარგა, დანგრეულია, რჩილმა შეჭამა, ფეხი უყანყალებს, მაგრამ ჯერ გადააგდეთ ძველი და მერე იფიქრეთ ახალზე. აქ თქვენი გარემო არის გასასუფთავებელი, მაგიტომ არ გიმართლებთ, იმიტომ რომ რაღაც ძველ რაღაც შეიძლება რაღაცების გადაგდება, ფიზიკურ დონეზეც შეიძლება ეგრე იყოს, რაღაცების გადაგდება გენანებოდეთ. აი, სიტყვაზე 2 წელი რაღაც არ გცმიათ, მაგრამ მაინც გიდევთ, იქნებ გამომადგეს. რაც 2 წელი კი არა და 1 წელი არ გცმიათ, ის არ გჭირდებათ. გადააგდეთ ან აჩუქეთ, ხოთ შორის ჩუქება თქვენი ნივთების ტანსაცმლის განსაკუთრებით ძალიან ცუდია. სიმბოლურად შეგიძლიათ მცირე თანხა ლარი გამოართვათ, ვისაც ჩუქნით იმ ნივთს, იმიტომ რომ ჩვენი ტანსაცმელი არის ჩვენი ენერგეტიკის მატარებელი და აი ზოგადად მე არ მიყვარს ეს ტანსაცმლის თხოვება, არც სხვისი, არც სხვისის ჩაცმა, არც ჩემი, იმიტომ რომ პირადი ნივთი არის პირადი ენერგეტიკის მატარებელი და ეგეთ რამებს მოერიდეთ. ცოტა გადავუხვიეთ თემას, მაგრამ არა უშავს. კიდევ რა ხდება? აქ ძალიან გინდათ რომ ყველაფერი ძალიან ბრძნულად გააკეთოთ, აქაც გეშინიათ შესწავლის დაშვების. არა და ხარ ძალიან რესურსული. აქ ცოტა ემოციებიც გიშლით და გაურება და რაღაც წარსულზე ხართ ჩაციკრულები, აი ხო ვთქვი. ანუ წარსულის მოგონებები, ფიქრები, ტრამვები, წარსულის გამოცდილება გიშლით ხელს აქ. გადააგდეთ ყველაფერი, დაივიწყეთ ყველაფერი და დაიწყეთ სუფთა ფურცლიდან. რაღაცებს ვერ წაშლით მესმის. რვეულში ყველაფერს ისე ვერ წაშლი, რომ ის გასუფთავდეს. გადააგდეთ ის ვერი რვეული, ახალი იყიდეთ, რა თქმა უნდა, უტრირებლად ვამბობ ახლა და არა პირდაპირ რვეული. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მიყურეთ. კონკრეტულად თქვენი სიტუაციის გასარჩევად მომწერეთ პირადში, მითითებულ ნომერზე, ვიბერზე ან WhatsApp-ზე მომწერეთ. ძალიან დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მადლობა ლაიქებისთვის, მადლობა კომენტარებისთვის.